ამ ვიდეოში გეტყვით რა საჭიროა ამ ხელა მონიტორი ცხოვრებაში. Gucci flip-flops, fuck it, hit your bitch in massage. This a big watch, diamonds dripping off for the clock. Who the sick? ეს არის ჩემი ძველი მონიტორები. ეს კი ლუნაა, რომელიც სულ აღწევს. ჩემი სეტაპი ესე გამოიყურება, ეს ორი მონიტორით და ერთი ესეთი PC-ით. აზე ამოდანაგერ ლუნა კოწევს. და ნახეთ რა არის. ეს არის მონიტორი ამ სიგრძე. Holy shit. არის ამ ხელა ფეხი. ეს სადენები რაც მოყვება. რა ხელა რაღაცა. ვაუ, ლამაზია. რა ხელა არის. ეგ ჩემი ინსტრუქცია. ნახეთ რა სიგიჟია. ეხლა ჩავხდი და ცოტა მოვიწყობ ლამაზად. ჩემი ვიდეო რა ლამაზი ყოფილა ამ მონიტორზე. ეს არის ჩემი ახალი გეიმინგ მონიტორი. ნახეთ რა მაგარია, რომ დავჯდები თითქოს კოსმოსურ ხომალდში ჩავჭიქი. Samsung Odyssey Neo G9 47 ინჩიანი. Super gaming მონიტორი. ეს მონიტორი პირველად ნახე PewDiePie-ის ვიდეოში ადრე, როცა იუთუბერობას ვიწყებდი და მაშინ გადავწყვიტე, რომ თუ გავხდებოდი ძალიან მაგარი იუთუბერი, როგორც მე მომეწონებოდა ისეთი. აუცილებლად გავუკეთებდი ჩემს თავს აი ასეთ საჩუქარს, როგორც არის ეს მონიტორი, რადგან რაღაცნაირად მაშინ ვიფიქრე, რომ მაგარი იუთუბერს უნდა ყავდეს თავისი dream car მანქანა, ანუ თავისი ოცნების ავტომობილი და უნდა ქონდეს ასევე სოფლიოში რაც კი არსებობს ყველაზე მაგარი მონიტორი და ყველაზე მაგარი კომპიუტერი. და ყველაზე მაგარი მონიტორი იუთუბერისთვის და ზოგადად გეიმინგ მონიტორი ჩემი აზრით არის აი ეს ულამაზესი არსება. უფრო კარგი wallpaper-ები და რაღაცეები ჯერ არ მომიძებნია, მაგრამ ესე ახალი აწყობილისთვის ჯერ ასე იყოს. ცოტა აქ კიდე მოვაწესრიგებ რაღაცებს. მაგარი მანქანა კი მყავს და მაგარი მონიტორიც მაქვს, მაგრამ ჯობდათ მეების დამევარცხდა ამ ვიდეოს რომ ვიღებდი. 2020 წელს მაქვს გადაღებული ჩემი 2020 წლის სეტაპი და ეს კომპიუტერი იყო მაშინ ყველაზე ძლიერი. მაშინ რაც არსებობდა იმ მონაცემებზე და 5 წელი არ განმიახლებია. ახლა უკვე ისე განვითარდა ტექნოლოგიები და ისეთი მაგარი მონიტორები გამოვიდა, რომ 2020 წელს ყველაზე მაგარი კომპიუტერი ნორმალურადაც კი ვერ უშვებს ამ ხელა მონიტორს. ახლა ისე კიდე ჩაოლებრივ რეჟიმში მუშაობს, მაგრამ გეიმინგში ბოლო დატვირთვებზე ამ კომპიუტერს თითქმის შანსი არ აქვს. ამიტომ PC-ც უნდა განვაახლო, თუმცა ეხლა რომ ჩემი ლეგენდარული მონიტორი დაგათვალიერებინოთ, მაგისთვის ბევრ საინტერესო რამეს გაჩვენებთ. თან PewDiePie-ზე რომ გითხარით, PewDiePie-ის ვიდეოში ვნახეთ თქო, ასეთი მონიტორი და მას შემდეგ მინდა თქო. სხვათა შორის ორ ქართველ იუთუბერსაც აქვს. ან შეიძლება სამს. თემურ ვარაძეს ვიცი რომ მაქვს, მეც მასწავლა ბევრი რამე ამ მონიტორის გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე Rolex Play-ს აქვს და მე მგონი ამიკო ზარქუას აქვს კიდე. თავიდან რომ ჩავრთე, ცოტა დავიბენი, რადგან სანამ აი აქ სტარტიდან გამოვიხედე, აი აქ საათი წერია, აი ესე ცოტა თავის ვარჯიშები დამჭირდა. და კიდე სანამ მივეშვეოდი, ცოტა დავიბენი, მაგრამ ცოტა დროს თუ დაუთმობ და მივხვდები როგორი პრინციპებით მუშაობს, უკვე 2 და 3 მონიტორი საჭირო აღარ არის. მაგრამ სანამ გაჩვენებთ ამ ხელა მონიტორს რა სუპერ ძალები გააჩნია, მანამდე მოდი გეტყვით რა სტატები აქვს. ბუნა. შესაძლოა მოეწონა ჩვენი ახალი მონიტორი. ხომ მოგეწონა? ეს მისი ადგილია. მედია ახალ PC-ს რომ დავდებ აქ, ის ახალი PC-ს მოეწონება ესე დასაწოლად. კარგი, ეს იყოს აქ, ჩვენ მეგობარი და მე გავაგრძელებ მონიტორზე საუბარს. ეს მონიტორი როგორც გითხარით არის 57 ინჩიანი, ანუ დიაგონალზე არის 1 და 44 სანტიმეტრი. 1.5 თითქმის. იტონის დაახლოებით 20 კილომდე, ეს unboxing-ის დროს მიხვდებოდით რომ ძალიან ფრთხილად ვიყავი. ასევე აქვს 240 ჰერცი, რაც გეიმინგისთვის არის იდეალური. ჰერცი რომ იცოდეთ რა არის, ერთ წამში 240 კადრი იცვლება. ამდენად სწრაფია. თუმცა 240 ჰერცი ამ ხელა რეზოლუციაზე, რაც არის 7680 2160-ზე. ვიდეო კარტისთვის არის სრული კოშმარი. ამიტომ ამ მონიტორის მაქსიმალური ფერების, სიმძლავრის და ყველაფრის გამოსაყენებლად რეკომენდაციაში წერია, რომ მინიმუმ 40-80 ვიდეო კარტაა საჭირო. ასევე MS-ი აქვს ერთი, ანუ ძალიან სწრაფი გადაცემა აქვს და მილიარდზე მეტი ფერი აქვს. ესე უხეშად რომ ვთქვათ, 2.32 ინჩიანი 4K მონიტორია, 2 ცალი ოღონდ. სიკაშკაში აქვს 420 ნიტი და VA მატრიცაზეა. ერთი შეხედვით ამ ხელა ეკრანი არის ძალიან დამაბნეველი, თუმცა სწავლა ჭირდება როგორ უნდა გამოიყენო ეფექტურად. ჩვეულებრივი მონიტორიდან რომ ამ მონიტორზე გამოჯდები, თითქოს დამაბნეველია. და შეიძლება ბევრი რამე ვერ გაიგო, თუმცა მეც ეგრე ვიყავი და თავიდან ცოტა შემეშინდა, მაგრამ დაახლოებით 9 საათი დაუთმე რომ შემესწავლა მისი ფუნქციები და მივხვდი რომ ზუსტად ის არის, რაზეც ბავშვობაში ოცნებობდი. იმდენად კომფორტულია. როცა ამ მონიტორს შეეშვევი, შემდეგ ალბათ ჩვეულებრივ მონიტორზე გადასვლა ძალიან ძნელი იქნება.
აი რამდენიმე მარტივ მაგალითს გაჩვენებთ. ახეთ მაგალითად ეს არის ბრაუზერი. ბრაუზერი შემიძლია გავადიდო მთლიან ეკრანზე. ესე იქნება. თუ ამ ბრაუზერს ხელს მოვკიდებ და მარცხნივ ესე მივაჯახებ, აი აქ ესე დაიხატება სანამდე გაიშლება. ანუ ესე გაიყოფა. მე მაგალითად ჩავთვლით რამე ჩემი ვიდეო. ახლა ეს არის ნახევარზე გაშლილი. შემიძლია აქედან წამოვიღო მეორე ფაილი და ეს მეორე ვიდეო აი აქეთ ხარს თუ მივაჯახებ, მარჯვენა ნახევარზე გაიშლება. ამდენი ჩემი ვიდეოს ყურება ცოტა ნარცისობაში რომ არ გადადამევიდეს, მოდი გავმართოთ, მაგრამ თან გაჩვენებთ. ნახეთ, თუ მარჯვენა მიჯახების მაგივრად ამ ყველაფერს გააკეთებთ ქვემოთ კუთხეში, ეს ყველაფერი ესე გაიშლება. შემიძლია ესე მაუსის მარტივი მოქმედებით, იგივე გავაკეთო მარცხნივ. და ეხლა მაქვს უკვე 4 მონიტორი. თუ 4 მონიტორი არ მინდა, შემიძლია გავთიშო ჩვეულებრივად, აქეთ წამოვიღო და ისე 2 გახდება. ამ ჩაშენებული გადანაწილების გარდა მოყვება აი ასეთი პატარა აპლიკაცია, სადაც შეიძლება ისინი აირჩიო, როგორ გაიყოს ეკრანი. შეიძლება აი ესე 6-ად გავყო. მე ეს ვარიანტი ვამბობ 3-ად გავყოფილი. შეიძლება აქ ეს ყველაფერი შენი ხელით გადაწიო, გადმოწიო და შენ თვითონ დააბალანსო სად როგორ გაიყოს. ესეც ძალიან მაგარია. ეს აპლიკაცია კომპიუტერის ჩართვას საერთოდ სულ ირთვება და როცა ესე რამის ფაილს ხელს მოკიდებ და აი აქ ჩააგდებ, პირდაპირ სამადაყოფილად მუშაობს. აი ესე. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მთელი სიგიჟე კიდევ წინ არის. ნახეთ, აქ აქვს თავისი მენიუ. ამ მენიუში არის ესეთი განყოფილებები, სადაც არის 3 HDMI, მაგალითად, და აქედან ძალიან ბევრ რაღაცას აკონტროლებ თვითონ მონიტორის. ეს ნახეთ რა სიგიჟეა. არსებობს ესეთი რამე. წეგანაცაც გაჩვენებული ფაილების მოძრაობაზე, იგივეს გაკეთება შეიძლება საერთოდ სხვადასხვა დივაისზე. მაგალითად, ახლა ჩემი კომპიუტერის ეკრანი არის აქ. აქ შემიძლია გადანაწილება ავირჩიო და მაგალითად შუაში შევაერთო ლეპტოპი. მარჯვნივ შევაერთო PlayStation-ი ან Xbox-ი. ან საერთოდ შემიძლია მობილური შევაერთო და მობილურის ეკრანი მქონდეს რომელიმე ადგილზე. და ამასაც თავიდან ბოლომდე შენ დაკონტროლებ. ანუ რამდენი მოწყობილობაც არ უნდა გქონდეს, რასაც სჭირდება მონიტორი. შეგიძლია ყველა ერთად შეერთო და გადაანაწილო როგორც გინდა. რაც ძალიან მაგარია. სანამ ჩემს მონიტორზე ვამოყავებ ახალ რაღაცებს, მანამდე გეტყვით რომ არსებობს ხელიდან არ გასაშვები შეთავაზება. და ეს ხელიდან არ გასაშვები შეთავაზება არის მათთვის, ვინც არ არის ჯერ selfies აბონენტი. ანუ თუ შეიძენთ selfies ისინს, ან დაპორტირდებით selfies-ზე, თქვენ შეგეძლებათ გქონდეთ ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო ზარები და ულიმიტო SMS-ები ერთი თვით. სულ რაღაც 20 ლარად. თუ გახდებით selfies მომხმარებელი, ამიერიდან თვეში 20 ლარად ყველაფერი გექნებათ ულიმიტოდ მობილურზე. ინტერნეტი, ზარები და SMS-ები. ერთხელ რომ გადაიხდით ამ 20 ლარს, როცა 30 დღე გავა, კიდევ უნდა დაახვიდროთ ანგარიშზე 20 ლარი და ავტომატურად გადაგრძელდება. და ასე იქნება სულ ასწორებს selfie, ხო? მარჯვნივ ქვემოთ და მარცხნივ ქვემოთ აქვს RGB განათება. აი, ცელოფანი არ ამიძვრია, მაგრამ ყველაზე მაგარი არის კიდე აი ეს უკანა განათება. ამ განათების კონტროლი შესაძლებელია. შეიძლება დააყენო ნებისმიერ ფერზე, რომელიც რავი ინტერიერს უხდება. განათების ტიპით აირჩიო და სხვადასხვანაირად იმოძრაობს. აქ გადმოწეულია ახლა და არსებობს 2 ვარიანტი. ან უნდა გამოვიწერო სპეციალური მონიტორის დამჭერი, რომელიც ამ ხელა მონიტორს დაიჭერს და სხვანაირად დავამაგრო უფრო, ან მეორე ვარიანტია რომ დიდი მაგიდა შევუკეთო და უკვე უფრო დიდი მაგიდა შევუკეთე. და ეს უკნიდანაც ისეთი ნივთია, რომ ანუ ეს არ არის რაღაცა ჩვეულებრივი მონიტორი. თვითონ მონიტორი არის სახლში ერთ-ერთი ძვირფასი ნივთი, რომელიც ინტერიერში რაღაცნაირად ძალიან გეუნებიანად ზის. ასევე ძალიან მაგარია, კომფორტული და რაც გენიალურად არის აწყობილი მონიტორის მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელა იდეალურად მოძრაობს ზემოთ ქვემოთ, ან წინ, ან ესე. და მოკლედ ძალიან მოქნილია. ისო ახლა გაჩვენებთ ეს მონიტორი რამდენად მაგარია, განსაკუთრებით ჩემი ტიპაჟის იუთუბერისთვის, OG style იუთუბერისთვის, რომელიც ესე კომპიუტერთან ზის და რაღაცებს იღებს. აი როგორც ახლა გითხარით, ახლა გავანაწილებ ამ კატეგორიებს. გავიკეთოთ ყურსასმენი. აი აქ შემიძლია მიმები ვარიაქტო, აქ შემიძლია კამერას უყურო როგორ იწერს, აქედან შემიძლია ვაკონტროლო კამერის ჩაწერა OBS-დან და ასევე ჩემი დესკტოპის ჩაწერა და ასევე აქედან ხმა. იგივენაირად ძალიან მაგარი იქნებოდა gaming streams რო ვიწერდი ან gaming gameplays რო ვიწერდი. შესაძლებელია შუაში თამაში, აქეთ კამერა, ან კომენტარები გახსნა კიდე სადმე. ეს იყო მომენტი თუ როგორ უნდა დავარეკორდო ვიდეო. ახლა გაჩვენებთ რამდენად მაგარია როცა მუშაობ. განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელშიც მე ვარ. სადაც გჭირდება editing-ი, მაგათაც Adobe Premiere, Photoshop-ი, ვიდეოს განთავსება და ეგეთი რაღაცები. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ბოლო ვიდეო. ეს თვითონ Premiere-ია. შეიძლება თვითონ Premiere გავანაწილო იდეალურად, თვითონ ფაილი შანდეს, სადაც მინდა გამორჩეულად, ამ ხელაზეც მინდა და როგორც მინდა და
ასევე სამუშაო ველი, ყველაზე მაგარი ასე იქნება ეხლა როგორც ვიზამ. აი აქ შემიძლია გავაკეთო thumbnail-ი და ვიმუშაო Photoshop-ში, სხვა რაღაცებზე მაგალითად. აქ შემიძლია ვიდეო აედიტო და აქ მარცხენა მხარეს YouTube-ზე შევიდე და გამოვაქვეყნო ვიდეო. ან რაც მინდა ის გავაკეთო. მინდა ეს ორი ადგილი გავანაწილო სამუშაოდ, აი ასე მოვიქცეოდი. აქეთ Photoshop-ი, აქეთ Premiere-ი და მიდი და გადაიღე ვიდეოები რამდენიც გინდა. სამუშაოდ რამდენად მაგარია უკვე გაჩვენეთ. და ახლა გაჩვენებთ რა არის ამ მონიტორის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება. Gucci flip flops, fuck it, hit your bitch and massage. This a big watch, diamonds dripping off of the clock. Who the sick? ეს ვიდეო დაიდო სეტანდას YouTube არხზე, სადაც მე დავზივ კამათობთ რაღაცეებზე. განსაკუთრებით სპორტულ თემებზე და თუ არ გინახავთ, ნახეთ ძალიან საინტერესო ვიდეოა. და ერთ-ერთი კითხვა იყო კვარასთან დაკავშირებით, კვარა როგორ ითამაშებდა მაფიას და მაგაზეც ვიკამათეთ. სხვათა შორის კვარასთან ერთად მაფია ვითამაშეთ მართლა. რამდენიმე ხელი მაფია ვითამაშეთ და ფოტო არ გადამიღია კვარასთან ერთად, თუმცა სხვა კვარა მოთამაშეებმა გადაიღეს და საინტერესოა თქვენს ნახეთ. და ახლა ახალი სპორტული სეზონი იწყება, აგვისტოა. და წარმატებები უსურვოთ კვარასაც და ყველა ქართველ სპორტსმენს საერთოდ. ამ ბოლო წლებში რომ დიდი წარმატება გვაქვს ყველა სპორტში, იმედია ეს რაღაც ტენდენცია კიდევ უფრო გაიზრდება და გაიზრდება. ერთი mind-blow ფაქტი კიდე. კვარა ხო თამაშობს საფრანგეთში ლიგა 1-ში. და Paris Saint-Germain-ის სტადიონის გვერდით, ზუსტად 50 მეტრში არის მეორე სტადიონი. და იმ მეორე სტადიონზე რა გუნდიც არის? ის გუნდი ახლა გადმოვიდა ლიგა 1-ში და კვარას გუნდს ანუ PSG-ს ეთამაშება ხოლმე. მაგრამ წარმოიდგინეთ, ერთ ქალაქში არსებობს ორი სტადიონი 50 მეტრის დაშორებით და ეს გუნდები აქამდე არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს არც ერთ მატჩში. ანუ საერთოდ არ უთამაშებთ ერთმანეთში. და წელს ეგ მოხდება პირველად. და იმედია კვარა მეორე გოლს გაიტანს თავის მოედანზე და 50 მეტრში მყოფ სტადიონზე. და რომ იცოდეთ, ცეტანდა არის ჩემი ახალი სპონსორი, პრომოკოდიც მაქვს. თუ გინდათ ცოტა შეღავათიანად გააკეთოთ subscription-ი. ხო და უგულ შემატკივროთ და უყუროთ სპორტს. მე ჩემს ახალ სუპერ მონიტორზე გავაკეთებ ამ ყველაფერს. Gaming-ში რა შეუძლია, სრული სიგიჟეა. ეს ნახეთ, რა მანქანა მყავს. რომ იცოდეთ, რეალურად უფრო მაგარი მანქანა მყავს. ეს იგივეა, მაგრამ შეიკერი არ აქვს. ნახეთ, რა მხილად სივრცე შანს, რა ლამაზია. საკეს დააგვერდით როგორ შანს. ასევე მარცხენა საკეს. ან ჩვეულებრივ მონიტორზე, მაგალითად, ეს მარცხენა ფანჯარა არ ჩანს საერთოდ. და მონიტორზე თამაში ესეთი რაღაცების საერთოდ სხვა გამოცდილებაა. ეს ასეთი სტილის თამაშებზე მაგარია და ჩემმა გამომწერებმა იცით რომ მე დოტას ვთამაშობ კიდე. ეხლა გაჩვენებთ ამ ხელა მონიტორზე სხვა სტილის თამაშები როგორ უნდა გავუშვათ. აი, სხვა თამაშები რომელიც მე თავის ფორმატში უნდა იყოს, შეგვიძლია ესე გავაკეთოთ. არ ესე ჩვეულებრივად თამაშობ, მაგრამ ამას კიდე დავხვეწავ, როგორ უნდა გავაკეთო სწორად, რომ გვერდით მხარეები იყოს ჩაბნელებული, რომ მხოლოდ აქ ვიყოთ ფოკუსირებული. მაგრამ ძალიან ლამაზი ფერები აქვს. ახლა აქ არ მაქვს ისე მოწესრიგებული ყველაფერი როგორც მინდა საბოლოოდ იყოს ჩემი სეტაპი. თუმცა მინდოდა მონიტორზე ასეთი სოლო ვიდეო გადამიღო. რადგან ეს მონიტორი ნამდვილად იმსახურებს ამას. ასევე ერთ ვიდეოს გადავიღებ აუცილებლად მთლიანი სეტაპის reviews, როცა PC-ს შევცვლი და მაგიდას, შეიძლება კლავიატურაც განვაახლო და მთლიანი სეტაპის rebranding-ი გავაკეთოთ, როგორც მონიტორს შეეფერება ისეთი რომ იყოს ანჩენის ხვებიც. და კიდე ერთი ვიდეოს იდეა მაქვს. ამ წლების განმავლობაში ბევრი სხვადასხვა სტილის ტექნიკა დამიგროვდა, რაც იუთუბერებს სჭირდებათ. და მინდა რომ გამოცდილება გაგიზიაროთ, მაგალითად, რა არის მართლა საჭირო და რა არა. ზოგადად ცხოვრებაში რასაც ვაკეთებთ, რაც უფრო კომფორტულ გარემოში გავაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც ვაკეთებთ, უფრო პროდუქტიული იქნება ჩვენი გაკეთებული საქმეც, ასე მგონია. ამიტომ ვცდილობ ჩემს იუთუბერობაში შევიქმნა ყველანაირი კომფორტი, რომ ეს ყველაფერი შემდეგ ვიდეოების ხარისხზე აისახოს, რომელსაც წერთ ჩემს YouTube არხზე, რომელსაც თქვენ ახლა უყურებთ და იმედია დამილაიქებთ კიდევაც და ახსაც გამოიწერთ თუ არ გაქვთ. ვინც შემიძლია გამომწერი ხართ, გეცოდინებათ, იმიტომ რომ რამდენჯერმე მითქვას ადრე, რომ კომპიუტერთან დაჯდომაზე ცოტა უცნაური წარმოდგენა აქვს და ძალიან მიყვარს კომპიუტერთან როცა ვარ. ჩემს გონებაში ეს ყველაფერი არ იქნებოდა ყოველთვის ასე, რომ მთელი კაცობრიობის მანძილზე რაც კი ცოდნა დაგვიგროვებია ადამიანებს. ადრე იყო რაღაც ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, სადაც ყველანაირი სიბრძნე, წიგნი თუ გრაგნელი თუ ყველაფერი ინახებოდა იქ და შემდეგ დაიწვა. იქ შესვლა იყო ძალიან დიდი პრივილეგია. უნდა ყოფილიყავი ძალიან მაღალი ბარის ადამიანი ან თანამდებობის ან რაღაცა მსგავსი, დიდგვაროვანი. ზოგადად განათლების მიღებაც ასეთი თავისუფალი არასოდეს არ ყოფილა, როგორც ახლა ჩვენს რეალობაშია. ან უნდა ყოფილიყავი დიდგვაროვანი ან სასულიერო პირი. სხვა ადამიანებს წერა-კითხვის ცოდნაც კი არ ჰქონდათ, საჭიროებაც არ ჰქონდათ და ფუფუნებაც იყო და არავის არ ჭირდებოდა საერთოდ. უნდა გეკეთებინა შენი საქმე და იქნებოდი ეგრე. ხო და ახლა ჩვენს რეალობაში მთელი კაცობრიობის ცოდნა ჩვენთვის უფასოა. მთავარია მიხვიდე და
მოძიება არ დაგეწაროს. და ამიტომ მე ასეთი ახმა მქონდა და ბავშვობიდან მოყოლებული კომპიუტერთან დაჯდომა სულ ესე უყურებდი, რომ ახლა მე რაღაც მიუჯექი, ეგეც ალექსანდრიის ბიბლიოთეკას თუ რაღაცა ეგეც და თან ესე მინდოდა ხომალდივით რომ ყოფილიყო ჩემი კომპიუტერი დიდი headset-ით აუცილებლად, კლავიატურით, მაუსით, რაღაც განათებები, რაღაცეები და მთელი კაცობრიობის ინფორმაცია. ხო მაგარია. და როცა ბავშვობაში დედა გვეჭხუება რომ კომპიუტერთან არ დაждდიან ამე, იმიტომ რომ ბევრი თამაში არ შეიძლება. თამაშიც მიყვარდა, ბევრს თამაშობდი, მაგრამ ის მომენტი რომ ნებისმიერი რამე შემიძლია ერთი აკრეფით გავიგო, ეს არის უდიდესი ფუფუნება. და ამ ყველაფრის ასე ახსნით იმედია ზუსტად გამოგეცით რატომ მინდოდა ეს მონიტორი ასე ძალიან. რატო შემეფერება ეს მონიტორი კიდევ ვიცით რომ ჩემი გონება ცოტა უცნაურად მუშაობს. თუ ერთად ვაკეთებ ორ რაღაცას ან სამ რაღაცას, მაშინ შემიძლია დავისვენო. თუ ერთ რაღაცას ვაკეთებ მხოლოდ მთელი ფოკუსირებით და მთელი ენერგიის რესურსით მაგერთ რაღაცას ჩადევით, მაშინ ვიღლები. ამიტომ ერთ რაღაცას არასოდეს არ ვაკეთებ ხოლმე. და ამიტომ მქონდა მანამდე ორი მონიტორი. თუმცა ორი მონიტორიც არ იყო ხოლმე საკმარისი ზოგ შემთხვევაში. და აი ახლა აქ შემიძლია რაღაცაზე ვიმუშაო, აქ შემიძლია რაღაცას უყურო, აქ შემიძლია რაღაცას სიახლეებს დავაკვირდე. ეს ძალიან გამიკომფორტულებს ჩემს ყოფა-ცხოვრებას. და ზოგადად იუთუბერების წარმატება და თითოეული რაღაც ახალი კარგი ნაბიჯი, რომ იცოდეთ თქვენი დამსახურებაა და ძალიან მადლიერები ვარ ამისთვის. და თქვენც გისურვებთ, რომ ცხოვრებაში რაც გაგაშინეთ, არ აქვს მნიშვნელობა ბევრია თუ ცოტა, ყველაფრის უნდა ვიყოთ მადლიერები. Gucci flip flops, fuck it, hit your bitch in massage. This a big watch, diamonds dripping